საუნივერსიტეტო სივრცეში გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ღონისძიება. ანუ შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსეულ შვილთან, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე შემოქმედთან, პოეტთან, მწერალთან, პროზაიკოსთან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი სოსიაშვილთან. ბატონმა გიორგიმ არაერთხელ და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ღირსეულად წარმოაჩინა ჩვენი ქვეყანა. და თუ რაიმე მე არ მახსენდება, არ ვიცი, რაიმე პრემია, ჯილდო საერთაშორისო მასშტაბის თუ ქვეყნის მასშტაბით არსებობს, ყველა ჯილდოს და პრემიის ავტორი და მფლობელია. ეს კაცი არის შემოქმედი, თავისი წამსით, აზროვნებით, ცნობიერებით, ის არის ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარი, პირადად ჩემი მეგობარი და მე ჩავთვალე და ჩვენმა უნივერსიტეტმა ვალდებულა თავი, რომ გამოხმაურებოდა მის წარმატებებს, რაც არ არის მარტო ერთი კაცის წარმატება და არც ერთი უნივერსიტეტის წარმატება. ეს არის ქვეყნის წარმატება და ქვეყნის გამარჯვება. მე კიდევ უფრო დიდი წარმატებები მინდა უსურვო ბატონ გიორგის, მას აქვს უზარმაზარი რესურსი და ის იმსახურებს ხარდაჭერას და თანადგომას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენსაც. უპირველესად ალბათ უნდა აღინიშნოს ის, რომ ერთი უნივერსიტეტის რექტორი შეხვედრას უწყობს მეორე უნივერსიტეტის რექტორს. ერთი უნივერსიტეტი ხდება მეორე უნივერსიტეტს, არა მხოლოდ რექტორები აქ, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, არამედ უნივერსიტეტები და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს ბევრ რამეს, თავისთავად ლაპარაკობს ეს ფაქტი. რაც შეეხება გორის უნივერსიტეტის რექტორს, უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტის და ეს სწორედ ამჟამინდელი რექტორის დამსახურება, ეს სტატუსი უნივერსიტეტის ბატონ გიორგი სოსიაშვილის უკვე თელმა ქვეყანამ იცის, რომ არის წარმატებული რექტორი, წარმატებული მეცნიერი, წარმატებული მწერალი, აღიარებული მწერალი და ფაქტობრივად უკვე შეგვიძლია თამამად რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე თანამედროვე საქართველოში. ძალიან ბედნიერი და ამაყივა, რომ დღეს ამ არაჩვეულებრივ სასწავლებელში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ჩემი შემოქმედებითი საღამო, როგორც ისტორიკოსის და როგორც მწერლის, ასე ვთქვათ, და არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, პროფესიონალმა კრიტიკოსებმა და ისტორიკოსებმა შეაფასეს ჩემი მოკრძალებული წვლილი, ასე ვთქვათ, ისტორიოგრაფიასა და მხატვრულ მწერლობაში. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ზურაბ ხონელიძეს, რომელმაც აი ამ შესანიშნავ სასწავლებელს კიდევ უფრო სხვა დატვირთვა მისცა. მე მithქვამს და მინდა გავიმეორე, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ უნივერსიტეტი, მას განსხვავებული დატვირთვა გააჩნია კიდევ უფრო მეტად მისი წარმომავლობიდან გამომდინარე, მისი სახელიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს იმყოფებოდი აქ და აი ამ სასწავლებელმა უმასპინძლა ჩემს შემოქმედებით საღამოს.